მოგესალმებით მეგობრებო. დღევანდელ ვიდეოში ჩვენ ვისაუბრებთ პლატფორმა LeetCode-ისა და NeetCode-ის შესახებ. წინა ვიდეოში ჩვენ განსაზღვრეთ ალგორითმები, როგორც მოცემული ამოცანის ამოხსნის გზა. მაშინ ლოგიკური იქნება დავასწროთ, რომ ალგორითმების სწავლისათვის ჩვენ დაგვჭირდება ამოცანები. სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად არის შექმნილი პლატფორმა LeetCode. მას შემდეგ, რაც პლატფორმაზე შევალთ, ჩვენთვის საინტერესო არის სექცია მეორე, რომელსაც ქვია problems, ანუ ქართულად ამოცანები. გადავდივართ ამ სექციაზე და აქ ხდება, ბევრი ინფორმაცია ამ გვერდზე მოცემული, აქ გვაქვს რაღაც კალენდარი, ასევე trending companies, ასე შემდეგ. ეს ინფორმაცია ჩვენთვის არ არის საინტერესო, რაც არის საინტერესო ჩვენთვის არის ამოცანების სია. როგორც ხედავთ, აქ არის მოცემული ამოცანები, რომლებიც არის დანომრილი. ამოცანა ნომერი 1, ნომერი 2 და ასე შემდეგ. მოდით ახლა ვნახოთ ერთ-ერთი ამოცანა, თქვათ, ამოცანა ნომერი 1, რომლის სახელიც არის to sum, ანუ ორი რიცხვის ჯამი. რა ინფორმაცია გვაქვს მოცემული? პირველი გვაქვს პროცენტული მაჩვენებელი, ეს არის სტატისტიკა, თუ რამდენი მცდელობა ამ ამოცანის ამოხსნისა იყო წარმატებული. შემდეგ გვაქვს ამოცანის სირთულის ინდიკატორი. LeetCode-ზე გვაქვს 3 სირთულის ამოცანა, ეს არის easy, ანუ მარტივი, medium, ანუ საშუალო და hard, ანუ რთული. და ამ შემთხვევაში ნომერი პირველი ამოცანა LeetCode-ს აქვს კატეგორიზირებული როგორც მარტივი სირთულის ამოცანა. კარგით, ახლა გავხსნათ ეს ამოცანა, დავაჭერთ ამ კონკრეტულ ამოცანას და გადავართ ამ ამოცანის დეტალებში. ახლა განვიხილოთ, მოდი, რა ინფორმაცია არის ჩვენთვის მოწოდებული ამ გვერდზე. იგივე ინფორმაცია, რაც გქონდა სიაში, ანუ ამოცანის ID, ამ შემთხვევაში ნომერი 1, ამოცანის დასახელება to sum. შემდეგ იგივე ინფორმაცია, რომელიც ეს არის მარტივი კატეგორიის ამოცანა. შემდეგ ინფორმაცია გვაქვს topics. Topic-ების სექციაში ჩვენთვის არის მოცემული თუ რა კატეგორიას ან რა თემას შეეხება ესა თუ ის ამოცანა. ყველა ამოცანა და ყველა ალგორითმი მიეკუთვნება რაღაც კატეგორიას. მაგალითად არის ალგორითმები, რომლებიც მუშაობს მასივებზე, რომელიც მუშაობს გრაფებზე, ან არის დინამიური პროგრამირების ამოცანა, არ ორი მიმთითებლის ამოცანა და ასე შემდეგ. მოკლედ, ალგორითმები არის რაღაც კატეგორიებად, რაღაც ოჯახებად, ან რაღაც თემებად დაყოფილი. ამ შემთხვევაში ზუსტად topics, ანუ ქართულად თემა, მიუთითებს ამ კატეგორიას. როგორც ხედავთ, ეს ამოცანა ამ შემთხვევაში მიეკუთვნება მასივების, ანუ array და hash table-ების კატეგორიას. კარგით, შემდეგ ინფორმაცია აქ გვაქვს მოცემული companies, ეს ინფორმაცია არის მხოლოდ premium user-ებისთვის, ანუ მათ ვისაც აქვს ნაყიდი premium subscription-ი LeetCode-ის, ჩვენ ეს არანაირად არ გვჭირდება, მაგრამ მათ ვისაც აქვთ, აქ არის მოცემული იმ კომპანიების სია, რომლების ინტერვიუზეც კანდიდატებს შეხვდათ ეს ამოცანა. თუმცა, ეს ინფორმაცია არ არის არანაირად საჭირო, რადგან ისეთი ამოცანები, რომლებიც უკვე LeetCode-ზე არის განთავსებული და მით უმეტეს, რომელიც არის განთავსებული თვეებია და წლებია, ესეთი ალგორითმი ჩვენ რომ შეგხვდეს რომელიმე გასაუბრებაზე, ამის შანსი არის თითქმის 0. რატომ? იმიტომ რომ ეს კომპანიები, დიდი კომპანიები ყოველთვის ანახლებენ მათი ამოცანების სიას, ანუ ყოველთვის ახალ ამოცანებს იგონებენ, რათა გამორიცხონ, რომ კანდიდატს ეს ამოცანა უკვე ქონდეს ნანახი. ამიტომ ეს სია ჩვენ რომ ვცნახოთ, დიდ არაფერს არ მოგცემს. კარგით, ჰინტებს შევეხებით, შემდეგ დავიტოვოთ შემდეგისთვის, ვნახოთ შემდეგ რა გვაქვს მოცემული. შემდეგ გვაქვს მოცემული ამოცანის პირობა, ანუ აქ ყველა ამოცანა, ალგორითმული ამოცანა არის შემდეგი ნაწილისგან შედგება. ეს არის პირველი, თუ რა ინფორმაციას გვაწვდის ამოცანა, ანუ გვაძლევს რაღაც მონაცემებს, ეს შეიძლება იყოს მასივი, შეიძლება იყოს 1 რიცხვი, 10 რიცხვი, ან 5 მასივი, გააჩნია ამოცანას და შემდეგ გვისვამს შეკითხვას, ანუ რაღაც მონაცემს ელოდება ჩვენგან უკან. და ზუსტად ამ ფორმატში არის ყველა ამოცანა, მათ შორის ეს ამოცანაც, ხო? ახლა ჩვენ ამ ამოცანას არ გავარჩევთ, ამას გავარჩევთ შემდეგ ვიდეოზე, უბრალოდ ვიცოდეთ, რომ ამ სექციაში მოცემულია ამოცანის პირობა. კარგით, შემდეგ ამოცანის პირობის შემდეგ, როგორც წესი ამოცანის პირობის წაკითხვის შემდეგ, ჩვენ მაინც გვაქვს რაღაც კითხვები. ძალიან რთულია ამოცანის პირობა დაწერო ისე, რომ ყველანაირი შეკითხვა გამორიცხო. ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად, ჩვენ გვაქვს მოწოდებული LeetCode გვაწვდის მაგალითებს. მაგალითად, ამ კონკრეტულ ამოცანაში ჩვენ შევმავალ ინფორმაცია, ანუ ის ინფორმაცია, რასაც ალგორითმი ამოცანა გვაწვდის, ეს არის ერთი მასივი, nums, სახელად nums-ი და ერთი რიცხვი, მთელი რიცხვი target-ი. ხო, როგორც ხედავთ, აქ ფუნქციაშიც ზუსტად ეს აისახება, როგორც წინა ვიდეოში ვთქვით, ფუნქციის პარამეტრები ზუსტად იმეორებს იმ ინფორმაციას, რაც ამოცანა გვაწვდის, ხო? და ახლა მაგალითებში რა ხდება? მაგალითებში გვეუბნებიან, რომ მაგალითად, როცა ამოცანა მოგვაწვის ჩვენ ამ კონკრეტულ მასივს და ამ კონკრეტულ რიცხვს, მაშინ მოსალოდნელი პასუხი იქნება ეს, ანუ 0 და 1.
და შემდეგ აქვს ახსნა თუ რატომ იქნება ეს კონკრეტული პასუხი. და როგორც წესი ამოცანის მაგალითების საკითხის შემდეგ უფრო ცხადი ხდება კონკრეტულად რას გვეკითხება ამოცანა. ხო, ამისთვის არსებობს მაგალითები. კარგით, ამის შემდეგ გადავდივართ constraints, ანუ ქართულად რომ ვთქვათ, შეზღუდვები. ახლა რას წარმოადგენს შეზღუდვები? ჩვენ როგორც ვთქვით, ყველა ამოცანა გვაწვის რაღაც ინფორმაციას, ხო? ამ შემთხვევაში ეს ამოცანა გვაწვის ორ ინფორმაციას, ეს არის მასივი, ანუ C-ა, მთელი რიცხვების და ერთი მთელი რიცხვი. მაგრამ გარდა იმისა, რომ ეს მასივია, ამოცანა ასევე გვაწვის დამატებით ინფორმაციას. მაგალითად, როგორიც არის რამ სიგრძის შეიძლება იყოს ეს მასივი, ანუ რა არის ამ მასივის მაქსიმალური და მინიმალური სიგრძე. სწორედ ამას გვპასუხობს პირველი შეზღუდვა, სადაც გვეუბნება, რომ nums, ანუ ეს ემთხვევა პარამეტრის სახელს, nums მასივი, მისი სიგრძე იქნება 2-ზე მეტი და 10 ხარისხად 4-ზე ნაკლები. ახლა ვისაც ეს ჩანაწერი არ გეცნობათ 10 ხარისხად 4, ეს არის ძალიან მარტივი ჩანაწერი, უბრალოდ ნიშნავს თუ 10 რამდენჯერ უნდა გავამრავლოთ თავის თავზე. ამ შემთხვევაში, რადგანაც 10 არის ხარისხად 4, ნიშნავს, რომ ეს არის რიცხვი, რომელიც მიიღება 10-ის საკუთარ თავზე 4-ჯერ გამრავლებით. შესაბამისად 10000. ანუ პირველი შეზღუდვა გეუბნება, რომ nums მასივის სიგრძე არის მინიმუმ 2 და მაქსიმუმ 10000. კარგით, შემდეგი ჩანაწერი გვეუბნება nums-ი, შემდეგ ინდექსური წვდომა და აქ წერია i. ეხლა ეს რას მიუთითებს? რის შესახებ გვაწვის ინფორმაციას? ჩვენ როგორც ვიცით, მასივი არის ელემენტების სიმრავლე, ხო, მასივი შეიძლება იყოს 0 ან შეიძლება გაცილებით მეტი ელემენტი და ეს შეზღუდვა გვესაუბრება თითოეულ ელემენტზე. ანუ nums-ის იური, ანუ nums-ის ყველა ელემენტი გვეუბნებიან, რომ იქნება მინიმუმ 10 ხარისხად 9 და მაქსიმუმ 10 ხარისხად 9. ანუ უпростоრად მინიმუმ მინუს 10 ხარისხად 9 და მაქსიმუმ დადებითი 10 ხარისხად 9. ანუ მაგალითად მასივს თუ აქვს, თქვათ, 5 ელემენტი, 5-ვე დააკმაყოფილებს ამ მოთხოვნას, ამ შეზღუდვას. კარგით, იგივე ხდება target-ზე. target-ი როგორც ხედავთ, არ არის მასივი, ეს არის ერთი რიცხვი და აქაც გვეუბნებიან, რომ target-იც ასევე იქნება მეტი ან ტოლი მინუს 10 ხარისხად 9-ზე, ნაკლები ან ტოლი 10 ხარისხად 9-ზე. კარგით, შემდეგი შეზღუდვა რაც არის, რაც ამოცანა გვაწვის, არის რომ ამოცანას აქვს ერთადერთი პასუხი, ანუ ვიცით რომ ნებისმიერი მოწოდებული ამ კომბინაციისთვის, რასაც ჩვენ ამოცანა მოგვაწვის და შეგვეკითხება ამოხსნას, აუცილებლად იარსებებს ერთი და მხოლოდ ერთი ამონახსნი. ეხლა ეს ამ კონკრეტული ამოცანის შემთხვევაში, სიმართლე რომ ვთქვათ, არანაირ დამატებით სარგებლობას ჩვენ არ გვაძლევს, თუმცა არის ამოცანები, სადაც ესეთი ინფორმაცია ძალიან სასარგებლოა. კარგით, გადავიდეთ შემდეგ სექციაზე, სადაც არის follow-up. ეს სექცია, როგორც წესი, გამოიყენება ისეთი შეკითხვებისთვის, რომლებიც არის დამატებითი შეკითხვა. აი მაგალითად, თქვათ ჩვენ ეს ამოცანა ამოხსენით რაღაც ალგორითმით, ხო? შემდეგ follow-up შეკითხვაში გვეუბნება, რომ კარგი, შენ ამოხსენი ამ ალგორითმით, მაგრამ შეგიძლია ისეთი ალგორითმი იპოვა, რომელიც მაგალითად ODD n² დროზე უფრო სწრაფი იქნება. ანუ როგორც წესი follow-up შეკითხვა არის, რომ გვეკითხება თუ შეგვიძლია ჩვენი ალგორითმი, რაც ვიპოვეთ, გავაუმჯობესოთ, ხო? ეხლა ეს ODD ON² ამ შემთხვევაში რას წარმოადგენს? ამაზე ფიქრით თავს უნდა ეღლით, ამისთვის გვექნება ცალკე მიწვნილი ვიდეო, სადაც ავხსნით ეს რას წარმოადგენს. ამ ეტაპისთვის უბრალოდ იცოდეთ, რომ ეს არის აღნიშნვა, რომელიც აფასებს რამდენად ეფექტურია ჩვენი ალგორითმი, ხო? ამისთვის გამოიყენება. თუმცა დეტალურად ამას გავივლით მომდევნო ვიდეოებში. კარგით. ნუ ეხლა აქ არის შეკითხვა, რომ თუ გინახავთ ესეთი, ანუ თუ ყოფილხარ ინტერვიუზე ესეთი შეკითხვა შეგხვედრია, ნუ ეს არ გვაინტერესებს. აქ არის რამდენი ცდელობა იყო წარმატებული და ეს რამდენი ცდელობა იყო ჯამში და ნუ აქ არის პროცენტულად მოცემული წარმატებული, მოკლედ ცდელობების რაოდენობა. კარგით, ნუ topics-ი ვთქვით, კომპანიებს შევეხეთ. ეხლა რა არის ჰინტები? აი ნახეთ სიტუაცია მაგალითად ესეთი, წავიკითხეთ ამოცანა. ვფიქრობთ ამ ამოცანის ამოხსნაზე, გავიდა 5 წუთი, 10 წუთი, 15 წუთი და არანაირი ამოხსნა არ გვაფიქრდება, რაც გვაფიქრდება, არ არის ეფექტური, ხო? ამის შემდეგ, რასაც ვაკეთებთ, არის ხსნით ჰინტებს. ჰინტი ქართულად ანუ მინიშნება. ანუ თავად ამოცანაში არის მოცემული მინიშნებები. ეს მინიშნებები ცხადია, გვეხმარება, რომ ამოცანის ამოხსნაზე ვიფიქროთ სწორი მიმართულებით. ანუ გვაძლევს რაღაცა მინიშნებებს. ამ შემთხვევაში გვაქვს 3 მინიშნება, შეიძლება იყოს 3-ზე ნაკლები, შეიძლება იყოს 3-ზე მეტი. მაგრამ როგორც წესი, ყველა მინიშნების გახსნის შემდეგ უკვე საკმაოდ სოლიდური წარმოდგენა გვაქვს ამოხსნის შესახებ. თუმცა არის შემთხვევები, როცა არც ყველა მითითების შემდეგაც
არ არის გასაგები რა შეიძლება იყოს ამონახსნი, ეს სავსებით ნორმალურია, ძალიან ხშირად ხდება. ამაში ანომალიური არაფერია. ამის შემდეგ გადავდივართ სხვა მეთოდებზე, მაგალითად ნახულობთ ამოცანის ამოხსნას, სხვების ამოცანის ამონახსნებს ან გარჩევებს და ასე შემდეგ. ხო? მოკლედ ეს სამი ამ შემთხვევაში არის მინიშნები. კარგით, მოდი ეს ორი სექციაც ვნახოთ. Similar questions-ი არის მსგავსი კითხვები. აქ არის მოცემული მსგავსი ამოცანები, რაც lead code-მა გადაწყვიტა, რომ ამ კონკრეტული ამოცანის მსგავსებია. და შემდეგ არის დისკუსიების სექცია, ეს არის კომენტარების სექცია. აქ ერთი რაც არის შეზღუდვა, არ შეიძლება რომ თქვენი ამოხსნილი ალგორითმი აქ დაწეროთ და ეს გააზიაროთ. აქ ეს სექცია განკუთვნილია მხოლოდ დამატებითი შეკითხვისთვის. აი მაგალითად, წაიგითხეთ თქვენ ამოცანა და რაღაც გაურკვევლობა გააქვთ და ვერც მაგალითების გამოყენებით მიიღეთ ამაზე პასუხი და თქვათ ვერც ჰინთებიც გახსენით და თქვათ იქაც ვერ მიიღეთ პასუხი. მას შეგიძლიათ აქ იკითხოთ. თუმცა, ჩემი პირადი მოსაზრება არის, რომ დისკუსიების სექცია არ არის დიდად მოსახერხებელი, რადგან აი წარმოვიდგინეთ სიტუაცია, თქვათ მაქვს რაღაც შეკითხვა და დავსვი დისკუსიების სესიაში. ეხლა დისკუსიების სესიაში შეიძლება მიპასუხონ ამ კითხვაზე ერთი დღის შემდეგ, ერთი თვის შემდეგ, შეიძლება ერთი წლის შემდეგ, ხო? ანუ ისეთ დროის შემდეგ, როცა უკვე ამ შეკითხვაზე პასუხი ფაქტობრივად აღარ მაინტერესებს. ანუ კითხვა როგორც წესი მჭირდება, რაც შეიძლება სწრაფად, ხო, რომ გავაგრძელო ამოცანაზე მუშაობა. ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ ძალიან სასარგებლოა ეს დისკუსიების სესია. კარგით. ეხლა ეს მოვილია ჩვენ მარცხენა ნაწილი, ნახოთ რა ხდება მარჯვნივ. ერთ კოდს, რომელიც იქნება განხორციელება ჩვენი ალგორითმის. ანუ მას შემდეგ რაც წავიკითხავთ ალგორითმს, წავიკითხავთ ამოცანას, მოვიფიქრებთ ალგორითმს. შემდეგ გადმოდივართ კოდის მხარეს და წერთ უშუალოდ ამ ალგორითმს. ამის მაგალითად ჩვენ წინა ვიდეოზე ვნახეთ, ხო? ამ შემთხვევაში ჩვენ დავწერთ Python-ის ენაზე, კერძოდ Python-ის მესამე ვერსიაზე და შესაბამისად გვაქვს Python-ი აქ არჩეული. თუ თქვენ გადაწყვეტთ რომ სხვა ენაზე დაწეროთ, მაშინ ჩამოშლით ამ ხილაკს დააჭერთ, მოკლედ ჩამოიშლება ესეთი რაღაც და შეგიძლიათ ის თქვენი სასურველი ენა აირჩიეთ, რომელზეც გსურთ რომ ეს ალგორითმი დაწეროთ. ხო, აქვე მოკლე განმარტება ალგორითმის რა ენაზე დაწერთ, ეს არ არის ძალიან მნიშვნელოვანი. როგორც წესი, ალგორითმის მოფიქრება არის ყველაზე რთული ნაწილი. მოფიქრებული ალგორითმი შემდეგ შეგვიძლია ჩვენ დავწეროთ ნებისმიერ ენაზე, იქნება ეს Python-ი, თქვა C++ თუ ნებისმიერი სხვა ენა. მოკლედ მაგაში დიდი სირთულე არ მდგომარეობს. კარგით, აი თქვათ მოვიფიქრეთ ალგორითმი, დავწერეთ, შემდეგ რა ვშვებით. ეხლა ამისთვის მე მომზადებული მაქვს ამ კონკრეტული ამოცანის ამონახსნი და ამიტომ ეხლა ჩავწერ აქ, ჩავპეისტებ ესე ალგორითმს და ვნახოთ, აი თქვათ მოვიფიქრეთ ალგორითმი, დავწერეთ და შემდეგ რა ხდება, ხო? შემდეგ გვაქვს ამის შემდეგი ეტაპებისთვის ორი ღილაკი, ეს არის run, გაშვება და submit. ეხლა რას აკეთებს? ორივე ღილაკი ამოწმებს ჩვენს ამოცანას. უბრალოდ პირველი run-ი, ეს არის სწრაფი შემოწმება, რას ნიშნავს, რომ ამოწმებს როგორც წესი სამ მოცემულობაზე, ანუ სამ შეომავალ ინფორმაციაზე. როგორც წესი, როდესაც ჩვენ დავწერთ ალგორითმს, გჭირდება სწრაფი შემოწმება. ანუ საერთოდ მუშაობს თუ არა, საბაზისო შემთხვევებზეც კი ეს ჩვენი ალგორითმი პირველი ამ კითხვას ვცემთ პასუხს. ამისთვის ვაჭერთ run ხილაკს და ეხლა ეს lead code შეამოწმებს ჩვენს ალგორითმს, ანუ ჩვენს ფუნქციას, რომელსაც ამ შემთხვევაში ქვია to_sum, შეამოწმებს ამ ფუნქციას გამოიძახებს იმ მონაცემებით, რასაც გვაწვის ამოცანა, ხო? აი, მაგალითად, განვიხილოთ პირველი кейსი. სულ არის 3 кейსი, იმიტომ რომ run-ი გავუშვით და ნახოთ რა ხდება. ჩვენს ფუნქციას to_sum, სადაც ჩვენი ალგორითმი გვიწერია, აქვს ორი პარამეტრი, ხო ასეა? ეს არის nums-ი, რომელიც არის მასივი და target-ი. ეხლა, პირველი test case-ი გვეუბნება, რომ nums-ის მნიშვნელობად გადავეცი აი ეს მასივი და target-ის მნიშვნელობად 9. შემდეგ, როცა გამოვიძახე ეს შენი ალგორითმი, ანუ შენი ფუნქცია, დამიბრუნდა 0 და 1. მოსალოდნელი პასუხი იყო 0 და 1. შესაბამისად, ეს test case-ი ჩავთვალე ჩაბარებულად, ანუ გაიარა ეს test case-ი. შემდეგ გადავიდა lead code-ი მეორე case-ზე, გამოვიძახა ეს ჩვენი ალგორითმი. ამ შემთხვევაში nums პარამეტრად გადასცა ეს მასივი, ხოლო target-ად გადასცა 6. დაელოდა რაც დაუბრუნდა ჩვენი ალგორითმი, დაუბრუნდა 1 და 2, მოსალოდნელი პასუხით 1 და 2 იყო და შესაბამისად ჩათვალა, რომ ეს test case-ის გაიარა. კარგით. ეხლა ვნახოთ რა მოხდება თუ მაგალითად რაღაც შეცდომა გვაქვს ჩვენს ალგორითმში და ვერ აკეთებს სწორად. ხო, აი მაგალითად ეხლა შემოვიტანოთ რაღაც შეცდომა, თქვათ აქ გამოვაკლოთ 10.
და გავუშვათ. ამ შემთხვევაში ვნახავთ რას გვიჩვენებს. ამ შემთხვევაში გვეუბნება რომ არასწორი პასუხი მიიღო და სამივე test case არის გაძეთლებული. ანუ გადასცა იგივე ნამსი პირველი test case-ის, იგივე target-ი, მაგრამ ჩვენმა ამოცანამ დაუბრუნდა -1 და -1. მაგრამ მოსალოდნელი პასუხი იყო 0 და 1. შესაბამისად, ლიტკოდი გვეუბნება, რომ რაც დააბრუნა თქვენმა ალგორითმმა, ანუ თქვენმა ფუნქციამ, განსხვავდება რაც იყო სწორი პასუხი, შესაბამისად, ეს test case-ის განიხილება როგორც წარუმატებელი. და მსგავსი არის შემთხვევა test case 2 და 3-ის. მას შემდეგ, რაც ჩვენი ალგორითმი ვერ გაივლის test case-ებს, ამის შემდეგ იწყება გამოძიების ეტაპი, ანუ ვიძიებთ თუ რატომ ვერ გაიარა კონკრეტული test case. ამისთვის ვაკეთებთ ესეთ რამეს, ვიღებთ ამ მონაცემებს, რაც გადასცა test case-მა, ამ შემთხვევაში 3-2-4-ს ნამსის მნიშვნელობად და 6 target-ის მნიშვნელობად და ვნახულობთ, რას აკეთებს ჩვენი ალგორითმი და ვპოულობთ შეცდომას. აი თქვათ ამ შემთხვევაში, თქვათ გავაანალიზეთ ჩვენი ალგორითმი და ვიპოვეთ, რომ აქ 10 არ უნდა ვაკლებდეთ, ხო? გავასწორებთ ალგორითმს, შემდეგ გავუშვებთ და ვნახავთ, რომ სამი test case გაივლის. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ალგორითმი არის სწორი. რადგანაც იმისაც, რომ ალგორითმი სწორად ჩაითვალოს, უნდა გაიაროს ლიტკოდის ყველა test case. ამისათვის საჭიროა, რომ დავაჭიროთ submit ხილაკს, ანუ ეს submit ნიშნავს, რომ ლიტკოდს ვთხოვთ ყველა test case-ი, რაც აქვს მომზადებული ამ კონკრეტული ამოცანისთვის, ყველა test case-ისთვის გამოცადოს ჩვენი ფუნქცია, ანუ ჩვენი ალგორითმი. დავარჭეთ submit-ს და დავალოდებით პასუხს. ამ შემთხვევაში ალგორითმი არის სწორი, შესაბამისად ლიტკოდი გვეუბნება, რომ accept-ით, ანუ ჩვენი პასუხი, ჩვენი ალგორითმი მიღებულია. აქ გავწვის რაღაც დამატებით ინფორმაციებს, რომლებიც დიდად საჭირო არ არის და ამიტომ თავს არ შევიწუხებთ ამის გარჩევით. აქ უბრალოდ არის ის კოდი, რომელიც ჩვენ დავასაბმიტეთ. და აქ რაღაც დამატებითი გვთავაზობს, რომ აი ახლა ეს თუ გააკეთე, მაგალითად, მოდი სხვა ამოცანებიც სცადე. მოკლედ არაფერი ისეთი საინტერესო. კარგით, მოდი ბოლომდე მიმოვიხილოთ ამ გვერდზე მოცემული ინფორმაციები. ნუ რა არის editorial tab-ში? Editorial-ში არის ლიტკოდის მიერ მოწოდებული გარჩევა. აი აქ არის ვიდეო გარჩევა, ცხადია ინგლისურად. შემდეგ ის ყველა ამონახსნი, ანუ ყველა ალგორითმი, რომელიც ამ ამოცანას ხსნის, არის თეორიულად მოცემული, ანუ წერილობითი სახით. ეს ყველაფერი ცხადია არის ინგლისურად. თუმცა ჩვენ ამ ვიდეო გაკვეთილებში ცხადია ამ ყველაფერს გავარჩევთ ქართულად. კარგით, ნუ შემდეგი დავით, მოდი ვნახოთ რა არის. აქ არის სხვა მომხმარებლების, რომლებმაც ამოხსნეს ეს ამოცანა, მათი ამონახსნები, რომლებიც გადაწყვიტეს, რომ გაეზიარებინათ. აი მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ, რომ აი თქვათ ეს კონკრეტული მომხმარებელი აზიარებს მის ამოხსნას, რომელიც ამოხსნილი აქვს 3 ენაში. და ნუ აქ მოკლედ აღწერს რები გაითვალისწინა, როგორ იმსჯელა, შემდეგ გვიზიარებს თავის კოდს. და აქ რაღაც თქვათ ანიმაციაც აქვს დართული, ამ შემდეგ ეს შეიძლება იყოს სასარგებლო, თუ მაგალითად ამოცანას ვერ ხსნით, ან ამოხსნით, მაგრამ გვაინტერესებს აბა სხვებმა როგორ ამოხსნეს, მაგალითად შეგვიძლია ამათ გავეცნოთ. ასევე შეგვიძლია ჩვენივე ამონახსნი, ანუ solution-ი გავაზიაროთ აქ, რათა სხვებმა ნახონ. კარგი, და submissions ეს არის სია, ეს არის ისტორია ჩვენი დასაბმიტების, ანუ როცა submit-ს დავაჭერთ ხილაკს, ანუ ჩვენს ამოცანას ვთხოვთ ლიტკოდს, რომ გაატაროს ყველა test case-ი, ეს შემდეგ ხდება ამ submission-ების სიაში. აქ როგორც ხედავთ, აი მაგალითად ეს ამოცანა პირველად მაქვს განატარები 2024 წლის 12 მაისს C++ ენაზე და ნუ ეს შეგიძლიათ აქ შეხვიდეთ, შემდეგ თქვათ ნახოთ ის სტატისტიკები, ასევე ნახოთ ის კოდი, რაც გეწერათ, როცა ეს დაასაბმიტეთ. და ნუ შეიძლება მაგალითად ესეთ შემთხვევა იყოს, რომ თქვათ ამოცანა გაატარეთ, შემდეგ გავიდა წლები, თქვათ აღარ გახსოვთ როგორ გაატარეთ და გაინტერესებთ, აი როცა გაატარეთ, აი როგორ დაწერეთ ალგორითმი, ხო? ამისთვის შეიძლება გამოდგეს. კარგით, მოკლედ ეს გვერდი მიმოვიხილეთ, ეხლა ვისაუბროთ ლიტკოდის პრობლემაზე. ანუ ლიტკოდი ძალიან კარგი პლატფორმაა, აქვს მოცემული, როგორც ხედავთ, ამოცანები, თუმცა ეხლა დავაგვირდეთ ესეთ რამეს. ლიტკოდში გვაქვს ამოცანა ნომერი 1, ნომერი 2, ნომერი 3, ასე შემდეგ. ეს ამოცანები არანაირი თანმიმდევრობით არ არის დალაგებული. ანუ მაგალითად, ამოცანა ნომერი 2 არ არის გაგრძელება ამოცანა ნომერი 1-ის. ანუ არ არის უფრო რთული ვერსია, ან იგივე თემაზე, ან რაიმეთი კავშირში არ არის, როგორც წესი წინა ამოცანასთან. ამიტომ ეხლა ჩვენ თუ დავიწყებთ მაგალითად და ლიტკოდის ამოცანებს და მივყვებით ჯერ ამოვხსნით ნომერ 1, შემდეგ ნომერ 2-ს, ნომერ 3-ს, იქნება ძალიან ცუდი, იმიტომ რომ შეიძლება მაგალითად ნომერ 1 იყოს ძალიან მარტივი, შემდეგ გადავიდეთ აი მაგალითად ნომერ 4 ამოცანას, რომელიც არის უკვე hard-ი. ეხლა ეს იგივე იქნება, რომ აი წარმოვიდგინეთ, თქვენ როცა მათემატიკას სწავლობდით, ანუ თუ სწავლობთ, ცხადია რომ ამას აკეთებთ ეტაპობრივად, ხო? თავიდან მაგალითად როცა
ხართ პირველ კლასში, თქვენ გასწავლიან რა არის რიცხვები, როგორ შევკრიბოთ რიცხვები, როგორ გავამრავლოთ, ასე შემდეგ. ეხლა ჩვენ რო ავდგეთ მაგალითად და პირველ კლასეს ვასწავლოთ თუ რა არის ფუნქცია, ან რა არის წარმოებული, ან რაღაც მრავალცვლადიანი გადალებების ამოხსნა. ეს ხო იქნება ცალსახა ფუჭი დროის კარგვა, ხო? იმიტომ რომ ამ კონკრეტულმა ადამიანმა ჯერ საბაზისოები არ იცის, ხო? ანუ ამით იმის თქვა მინდა რომ ალგორითმებში ისევე როგორც სხვა ნებისმიერ თემაში ალბათ არის რაღაცა გზა, რაღაცა ბილიკი, ანუ შედარებით მარტივი თემები, შემდეგ საშუალო სირთულის თემები, შემდეგ უფრო რთული თემები, რომელ ბილიკსაც ჩვენ უნდა გავყვეთ, ხო? ეხლა მაგალითად ჩვენ როცა არ ვიცით რიცხვების შეკრება, ცხადია სისულელია იმას საუბარი, რომ ჩვენ ვისწავლოთ კალკულუსი ან რამე უფრო რთული, ხო? ჯერ უნდა ვისწავლოთ თქო შეკრება, შემდეგ გამრავლება და ასე შემდეგ გავყვეთ ეტაპობრივად. მოკლედ, ესეთი ეტაპობრივი გზა ლიტკოდს ყოველ შემთხვევაში მე რაც ვიცი, არ გააჩნია. თუმცა ამ პრობლემის გადასაჭრელად არსებობს მეორე პლატფორმა, რომელსაც ქვია NeetCode. NeetCode-ზე როცა შეხვალთ, აქ არის სულ 3 გვერდი მოცემული, ჩვენთვის საინტერესო არის roadmap, ანუ ქართულად არის გზამკვლევი, თუ სწორად ვთარგმნი, და ახლა რას წარმოადგენს ეს გზამკვლევი. მოკლედ, ჩვენ როგორც აღვნიშნეთ, ალგორითმები მიეკუთვნებიან სხვადასხვა კატეგორიებს, ანუ დაჯგუფებული არიან კატეგორიებად. მაგალითად, არის ალგორითმები, რომლებიც მუშაობს მასივებთან და ჰეშირებასთან. არის ალგორითმები, რომლებიც მუშაობს მაგალითად ორი პოინტერის გამოყენებით, ესეთი ალგორითმები არსებობს. არსებობს სტეკის ალგორითმები, ბინარული ძებნის, sliding window, ანუ მცოცავი ფანჯრის და ასე შემდეგ. ხო? ეხლა ეს დალაგება გვეუბნება, რომ როცა ჩვენ ალგორითმებს სწავლობთ, კარგი იქნება და რეკომენდირებული, რომ დავიწყოთ, ეს გავხსნა, რომ დავიწყოთ პირველი მასივები და ჰეშირება გავარჩიოთ, მას შემდეგ რაც უკვე ვიგრძნობთ, რომ სოლიდურად გვესმის ეს თემა, შემდეგ გადავიდეთ ამ კატეგორიაზე, თქვათ გავარჩიოთ ორი პოინტერის ამოცანები, სტეკის ამოცანები, შემდეგ გადავიდეთ მესამე დონეზე, გავარჩიოთ ორობითი ძებნა, მცოცავი ფანჯარა, ბმულის სია და ასე შემდეგ. ზემოდან ჩამოვყვეთ ქვემოთ. ანუ ამ წყობას, ამ გზამკვლევს გვაძლევს NeetCode. ხო, ეხლა თითოეულ კატეგორიას, მოდი ეს გავთიშოთ. თითოეულ კატეგორიაში NeetCode გვაძლევს ბევრ ამოცანებს. მაგალითად, აქ ჩვენ ხედავთ, რომ არის easy ამოცანები, არის medium ამოცანები, ასე შემდეგ. ჩვენი ვიდეო გაკვეთილების გაყვება ზუსტად ამ გზამკვლევს. ანუ ჩვენ თავიდან გვექნება ამოცანები, რომლებიც იქნება მასივებზე, ჰეშირებაზე, აქ გავაკეთებთ ჯერ მარტივ ამოცანებს, შემდეგ აქ გადავალთ medium ამოცანებზე, შეიძლება გავარჩიოთ hard ამოცანებიც. და მხოლოდ მას შემდეგ, რაც უკვე ვიგრძნობ თავს, რომ სოლიდურად გვესვის მასივები და ჰეშირება, მხოლოდ ამის შემდეგ გადავალთ ორი პოინტერის, ანუ ორი მიმთითევლის ამოცანაზე, მხოლოდ შემდეგ გადავალთ სტეკზე და ასე მოკლედ ზემოდან ქვემოთ ჩამოყვებით. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ვიდეო გაკვეთილებს უყუროთ მიმდევრობით. თუ იმ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს ალგორითმები უკვე არ გაქვთ გაკეთებული. შეიძლება თქვათ გაკეთებული გქონდეთ და მხოლოდ გაინტერესებდეთ რაღაც თქვათ აი გრაფის ალგორითმები, მაშინ შეგიძლიათ გადახდეთ. მაგრამ თუ თავიდან მივყვებით, მაშინ სასურველი იქნება, რომ ამას გავყვეთ რიგითობით. ანუ იმ მიმდევრობით, რა მიმდევრობითაც ვიდეოები დაედვება ჩვენი ალგორითმების პლეილისტში. კარგით, მოკლედ, ეს არის ის ფუნქცია, რისთვისაც ჩვენ გამოვიყენებთ NeetCode-ს. და LeetCode-ის პრინციპში განვიხილეთ. კარგით, შემდეგი გაკვეთილიდან უკვე დავიწყებთ უშუალოდ ამოცანების გარჩევას და გზა ამ ამოცანების გარჩევასთან განვიხილავ თეორიებს. ანუ მე მაქსიმალურად ვეცდები, რომ ცალკე თეორიული გაკვეთილები არ გქონდეს, ანუ ჯერ წავაწყდეთ რაიმე პრობლემას ამოცანის გარჩევისას, ნახოთ, რომ ამოცანას ვერ ხსნით რაღაც თეორიის გარეშე და მხოლოდ შემდეგ გავარჩიოთ თეორია, რომ კარგად დავინახოთ, ესა თუ ის თეორია რატომ გჭირდება. იმიტომ რომ ჩემი დაკვირვებით, როცა თეორიას სწავლობთ, რომელიც არაფერი შენ არ გჭირდება და ვერ ხვდებით საერთოდ, რაში შეიძლება ეს გამოვიყენოთ, ეს ჯერ ძალიან გვიჭირს ასეთ თეორიის გაგება. და შემდეგ ძალიან მალეტოებს ჩვენს გონებას ესეთი ინფორმაცია. ხო და ამიტომ მაქსიმალურად შევეცდები, რომ ჯერ დავინახოთ კონკრეტული პრობლემა, ნახოთ, რომ ჩვენი არსებული ცოდნით ამ პრობლემას ვერ ჭრით და შემდეგ შევიძინოთ ის ცოდნა, ის თეორია, რომელიც დაგვეხმარება ამ პრობლემის გადაჭრაში. მოკლედ, ამ ვიდეოსთვის სულ ეს იყო, მადლობა ყურადღებისთვის და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.